ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული ნარჩენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე ტრანსპორტირდება. სადგურისა და ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლეაშვილი გაეცნო. ფოთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე არსებული ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება. ეს ობიექტი მოემსახურება 9 მუნიციპალიტეტს, სასრულ ციკლი აქვს 20 წელი. რა თქმა უნდა, არის პროგრესი, მიუხედავად ამისა, არის გამოწვევებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მოხდეს, რათა ინტენსიურად მოკლე დროში გადაწყვეტს ამ ობიექტის მშენებლობის დამთავრება. ამას ერთად გავეცანით ფოთის გადამტვირთავ სადგურს და ვფიქრობ, რომ ერთიან კომპლექსში მათი გადაწყვეტა უდაოდ მოიტანს პოზიტიურ შედეგს. ვინახულეთ ახალი გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. იგი მოემსახურება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს და შესაბამისად აღნიშნული ობიექტის დასრულებისთანავე დაიხურება არსებული ძველი ნაგავსაყრელი.